იმ დღეს გავედი რუსთაველზე რა და შუა ტროტუარზე დავდექი და აჯიმანიებს ვაკეთებ რა ესე რა. ხო და ტიპი მოდის რა და შემატყო რა როცა და ვერ ვარ რა. ხო და მომიახლოვდა და რა შვები ზამი ხომ მშვიდობაო და კი მშვიდობაო ომის გეშინოდეს მეთქი და ჯიბეში მეტო აი მხელა ძაფი და ამოვიღე ძაფი და ძებდა მუცელს. ხო და ძეძგვი ეს ძაფი და ვა და ფუ მეთქი სული შეუბერე რა. ვედი კაფეში და კაფეში გოგო ზის რა, კაი ჯამთელი გოგო იყო, კაი ოჯახის შვილი, სავარაუდოდ. მამა ინჟინერი, დედა ზიასახლისი, ბებია დაიღუპა. ნუ სავარაუდოდ მამა ინჟინერი, დედა ზიასახლისი, ბებია დაიღუპა რა და ბიჭთან ერთად ზის რა და ბიჭი ისეთი იყო რა, ლექსი რო არის, ვაშკაცია გული რკინის აბჯარით უნდა ხისავ, კაცი უროდი რა. ხო და მივედი რა, კი ახლა ბიჭთან იყო, მაგრამ თეორიული შანსი იყო რომ არ ყოფილიყო რა ბიჭთან ერთად და ჩავთავე რომ ჩემი მისვლა ლეგიტიმურია მეთქი რა. ხო და მივედი რა და ეხლა არა ვარ ისეთი ტიპი რომ გოგო გაიცნო, შეგიყვარდეს ცოლიშვილი რაღაცა და პირდაპირ ვუთხარი მე მეთქი ოჯახისთვის იმდეს ვაკეთებ რომ დედა შენი და მამა შენი ჩემზე საყუდურს არ უნდა ამბობდნენ მეთქი რა და ეს ბიჭი წამოიწია რა შვებიო რა შვები მე შენ როგორ ახარ მეთქი. რა შვებიო რა მეთქი რავიო რა შერაშვები როგორ ახარ მეთქი და დამარტყა რა დამარტყა მეც დავარტყი და დაეცა თავი დაარტყა რა მაგარი გამიწდა რა მე მუღამში ვარ რა მოდი თხათხაზე ნაკლები გელმა შეჭამა მეთქი რა ერთი მეცხარი გაზაფხულს ვერ მოიყვანს მეთქი მთელი ანდაზები უთხარი რა და ტიპი არ დგება რა ხო და მივედი პულსი გაუსინჯე რა მთლად საამაყო პულსი არ ქონდა და მოვიქესტე რა ხო და მოვიქესტე თუ არა ბედი რო არა გაქვს რა კაც გამოვიდი თუ არა ეს კეფავ ხიე იმას რა ქვია ტექნოლოგიის წარწერას რა წინა რეკლამას ეს კეფა ხო და ეხლა ვფიქრობ ტაქსით წავიდეთ ეხავს ხალხი რა სიტყვის რომ კაცი მოკლა ტაქსით გაიქცაო ავტობუსით წავიდე დებილიო რა კაცი მოკლა და ავტობუსით წავიდე